Наш Спаситель Დიდება живой. იესო ქრისტეს. Слава Иисусу Христу. რა გვეშველებოდა მის გარეშე, а? И ничего бы нам не помогло რა без него. გაუგებარი იქნებოდა ჩვენი მომავალი. Какая бы неопределенная была бы наше будущее без აი него. ბერდები ჩვენ Вот უმეტესობა. мы стареем, და ბუნდოვანი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება ვაიმე. и наша жизнь была бы как бы непонятной. და საშიშროებით მოცული. И объята всякими გუშინ მოხцებულთა თავის საფარში ვიყავი საღამოთი. Вчера я был у დომ პრესტარელიხ. в доме престарелых. ორი დღით ადრე გადავწყვიტე რომ წავსულიყავი. За 2 дня до этого я решил туда пойти. მოხцებულთა სახლში. И мой родственник попал в доме ის престарелых. სახლი ჩემი აშენებულია. И я построил этот дом. 2004 წლებში ავაშენე ეს დიდი სახლია. В 2002 году я построил და этот გავიგე რომ дом, он ჩემი большой. ნათესავი მოხდა იქ. Я услышал, что мой родственник попал в этот доме გუშინ престарелых. სამსახურიდან ძალიან დაღლილი მოვედი. Вчера с работы пришел очень уставший. და რამის გადავიფიქრე იქ წასვლა. Я почти передумал пойти თუმცა туда. არავინ მელოდა და არავის შევპირებულ ვარ. Хотя никто меня не ждал, Мара, я რო никому не შევპირდები? обещал. მე რო შევპირდები შეუძლებელია რომ გადავთქვა ის Но აუცილებლად უნდა если მივიდეს. я обещаю, я обязательно это ყოველ исполняю. შემთხვევაში აქამდე ესე ვიყავი. По крайней мере, დიდება до сегодняшнего дня я Да, так, დაგვიანებას არ слава მიყვარს. Богу. И я не люблю также მაგრამ იმ დროს опаздывать. მე არ შევპირებულ არ არავის. Но в тот раз я никому ничего не მაგრამ აი обещал. დაღლილი мовედი სამსახურიდან. И я был такой уставший ვიფიქრე მოდი с работы. საჭმელი შევჭავ ყავას დავлев და მე როგორღაც იქნებ წავიდეთქო. И потом сперва подумал, давай я сперва поем, кофе выпью, იმიტომ а потом რაღაცა გული მიწევს подумаю. რომ იქ უნდა წავიდე. Потому что сердце мое влекло меня туда. მივედი И я пришел. და როცა შედიხარ ამ შენობაში სამი ესეთი ფლიგელია И когда входишь в здание 3 флигеля, და როცა შედიხარ შუაში არის სასადილო и в середине столовая, და მესმის ფანდურის ხმა. и слышу, ვიღაცა უკრავს და მღერის. кто-то играет и поет на пандуре. პირდაპირ შევედი იმ Я სასადილოში და ვხედავ სამი ადამიანი ზის. В столовую и вижу, сидят 3 человека. ორი ქალბატონი და შუაში ჩემი ნაცსავი. Две женщины и в середине мой родственник. ძალიან გამიხარდა. Я очень обрадовался. მივესალმე სამივეს და მესამესთან რომ მივედი, რომელიც ფანდურს უკრავდა, Я поздоровался со всеми, когда я дошел до того человека, который играл на ქალბატონი, инструменте, რომელსაც არ женщина, ვიცნობდი, которую я не знал. დაიწყო ჩემი დალოცვა. И она начала меня благословлять. მე გაოცებული უყურებდი. А я с удивлением смотрел на სანამ ხელი нее. მეჭირა და ჩამოვართვი მანამდე არ დამანება თავი, სანამ კარგად არ დამლოცა და მე გაოცებული დავრჩი სიმართლე И გითხრა. пока я здоровался с ней как бы рукопожатием, она Მთელი სიყვარული не отпустила დამлоცა. и всей любовью меня благословила. მე არ ველოდებოდი არავისგან Я არ не მომისმენია ესეთი რამ ჩემი ცხოვრება. За всю мою жизнь я такого не слышал ни от кого. რომ ადამიანი არ გიცნობს არაფერი, მიხვედი მარტო გამარჯობა უთხარი და გლოცავს მთელი გული. იესო ქრისტეს Человек სახელით. тебя не знает, ты просто пришел, поздоровался, и этот человек благословляет тебя именем Иисуса ეს Христа. რა არისო კიდე მე მეუბნო. И она говорит, это еще что? წამოდი ჩემთანაო. Пойдем ко мне. ჩემი და უნდა გაგაცნო. Я сейчас познакомлю тебя с сестрой. წამიყვანა თავის დასთან. И привела меня к своей ჩემი сестре. ნათესავიც მოუყვება თან. И родственник тоже идет со мной. შევედით Мы вошли. და მისი და იქ შესასვლელში დგას. И ее сестра стоит у входа. ეს ქალბატონიც არ მიცნობს. И эта женщина меня не знает. დაახტოვანებული ხდება. И такая радостная меня ღმერთმა встречает. შენი თავი გამოგვიგზავნა და Бог მლოცავს ეს послал ადამიანი. тебя к нам и начинает меня благословлять. გაოცებაში მოვედი ხალხო. Я очень удивился. და მითხრას რომ ჩვენაო სამებაში დავდიოდითო ეკლესიაშიო. И сказали, мы ходили в храм Самеба. ჩემ გულში ფიქრობ რა მნიშვნელობა აქვს ადილი. А в сердце я думаю, а какая разница, где ты будешь მე ходить? გააგზელა მე რო დილით ავდგები. И потом продолжила, когда утром встаю, გარეთ გავდივარ.
И выхожу на და улицу, ვლოცავ ყველას. и я благословляю всех. ვინც აქ ცხოვრობს, ვინც აქ მუშაობს, ვინც ჩვენ სირგლივ არის, ყველას ვლოცავ. Кто здесь живет, кто здесь работает, кто здесь находится, всех благословляю. სიყვარული გაზღენთილი ხალხი ვნახე. Я увидела людей, которые были пропитаны любовью. რასაც სახარება გვეუბნება. О чем говорит нам Евангелие? მე მაგალითად კიდე მინდა რომ ნახო ეს ხალხი. Я еще хочу увидеть этих людей. და ქუდი ბახურია ხოლმე, ხომ იცით? И обычно шапка, кепка на мне მისი бывает. და მეუბნება, მოიცა შვილო, მოიხადე ქუდიო. И сестра мне говорит, сними, пожалуйста, მოიხადე шапку. ქუდი. Я снял, ვა! გაბწყინებული სახით მიყურეს. и лицо сияет и так смотрит საოცარი на меня. სიტუაცია იყო ჩემო ძირფასეულ. И ситуация была очень удивительная. ღვთის შვილები აღმოჩნდნენ ადამიანები, რომელსაც არ ვიცნობდი. Детьми Божьими оказались люди, которых я не знал. ღმერთის სიყვარული გამოდიოდა მათგან, რომელსაც არ ვიცნობდი. И любовь Божия исходила из них, а я их не знал. მაგრამ მე კი ვიცნობ მას, Я-то знаю რომ его, ღმერთის სიყვარულია. что Бог есть любовь. და თუ ასე გაიჟღინთებოდნენ ადამიანი ღმერთის სიყვარულით არ ვიცოდი. И я не знал, что люди могут так пропитаться любовью Бога. ჩვენ ვლაპარაკობთ ღმერთის сиყვარულზე. Мы говорим о любви Божией, მაგრამ გაჟღენთილი არ ვართ но ღმერთის мы не სიყვარულით. пропитаны любовью Бога. უფრო დავწყევლით ადამიანებს. Скорее кого-то кто-то будет проклинать, მოვატყუებ. обманет, შეიძლება ცილით დავწამოთ а может быть и злословить და ბევრი будет. რაღაცა გავაკეთოთ მიწიური. И можем сделать что-то, то, что бывает в этом миру, ვითემ მორწმუნეებმა как будто верующие. ჩვენ არ გვიყვა ჩვენი მოყვასი. Мы не любим наших близких. მე არ უნახევარი მხას. Эти люди меня не видели, не знали. პირველად ვნახე. Я первый раз их увидел. და ისინი გაჟღენთილი იყვნენ სიყვარულში. И они были пропитаны любовью. და სახარება მეტი არაფერს გვეუბნება ჩვენ. А Евангелие говорит именно это. მე ვკითხე, უკაცრავად, რამდენი წლის ბრძანდებით მეთქი? Я спросил, извините, сколько вам лет? მე 31 წელში ვარო დაბადებულიო. Она сказала, я родилась в 31 году. მეორე თქვა, მე 27 წელში ვარო და მეორე 41 წელშიო. Одна сказала в 37 году родилась, а другая в 41. ანუ ერთი 85 წლისა იყო. Одной было 85, მეორე 89-ის. а другой 89. და ისინი ყოჩაღად И გამოიყურებოდა. они хорошо выглядели. მათ ავანტყოფობის არაფერი ეთყობოდა. И никакой болезни не было у них. როგორ შეიძლება ავანტყოფობაში იყო? Как возможно быть больным, როცა ღმერთის სიყვარულში ხარ, когда ты в любви Божией? როცა ღმერთის სიყვარულით ხარ შემორტყმული. Когда ты окружен любовью Бога? შეუძლებელია ავანტყოფობამ გძლიო შენ. Невозможно, чтобы болезнь овладела тобой. შეუძლებელია პრობლემები გქონდეს შენ. Невозможно, чтобы были проблемы. ზეგან ახალგაზრდა იგალოეს. И молодые пели. რისი მეშინია მე? Чего я боюсь? როცა ღმერთის ჯარი მარტყია ირგვლივ. Когда Бог со мной, როცა ღმერთის სიყვარულში ხარ, სულ არ когда ты в გეშინია. любви Божией, ничего и не თუმცა боишься. ღმერთის сиყვარული უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ჩვენი ენა ლოცავდეს ხალხს. И любовь Божия, она намного больше, აკურთხევდეს ხალხს. чтобы и наш язык благословлял და ამიტომ людей. მოვედით აქ. И поэтому мы пришли ამიტომ сюда. გვაქვს ღვთის სიტყვა. И для этого нам и дано Слово Божие. ღვთის სიტყვა, Слово Божие, ცოცხალი და მოქმედი. которое живо и მაგრამ действенно. თუ არ კითხულობ ამას Но если ты не читаешь და არ ფიქრობ მასზე, и не думаешь о Слове, არ ფიქრობთ მასზე, и если мы не думаем о Слове, მაშინ тогда სიყვარული როგორ იქნება ჩვენში? как же любовь будет в нас? პირველი ფსალმონი გახსოვთ? Вы помните первый псалом? ნეტარარს კაცი, Блажен муж, როცა რომელიც არ მიზევს უხთოთ არჩევას который не... და ცოდვილთა გზას არ ადგას. Это надо почитать. ეგ ქართულია, ეგ გამოიცა მოგცემ. Ой, который не стоит на пути грешных и не ходит на совет нечестивых.
არამედ უფლის ჯულშია მისი მისწრაფება Но в Завете Божьем его და стремление, მის ჯულზე ფიქრობს იგი დღე და и ღამე. днем и ночью Как думает золото о Завете Божьем. მის ჯულზე ფიქრობს იგი დღე Днем და и ღამე. ночью он думает о законе Божьем. აი თუ ყურადღებით წაიკითხავ Если ახალ აღთქმას, внимательно почитаете Новый Завет, სულ სიყვარულით არის გაჟღენთილი оно пропитано любовью. და სულ სიყვარულზეა ლაპარაკი. И все время говорится о любви. და იქნებაო ესეთი კაციო, И будет такой წყლის человек, ნაკადულებთან დარგული как ხესავით, дерево у потоках вод, რომელიც თავის დროზე იძლევა ნაყოფს, которое в свое время приносит რომლის плод, ფოთოლიო არ ჭკნებაო. лист которого не вянет. ჩვენზეა ლაპარაკი. Разговор о нас. აი როცა მსახურება მთავრდება, Когда заканчивается служение, ღმერთის სიტყვა იქადაგება. проповедуется Слово Божие. ზოგჯერ ადრე იწერავდნენ ხოლმე. Иногда раньше ეხლა записывали. ტელეფონი გვაქვს, შეგვიძლია მივადევნოთ ადგილს თვალი. Сейчас телефон, мы можем следить по ჩვენი телефону. ცხოვრება ეკლესიიდან რო გავდივართ მერე იწყება. Наша жизнь, когда мы выходим из церкви, тогда начинается. სიყვარული ეძებს ყოველთვის ვისთან წავიდეს და ვისახაროს. Любовь, она всегда ищет того, кому пойти, кому იმიტომ რომ благовествовать. ღმერთი სიყვარულია. Потому что Бог есть любовь. სიყვარული ეძებს ვისთან წავიდეს და ვინ გაამხნევოს. Любовь ищет того, кому пойти, кого поддержать. ამან ყოფია, გაჭირვებულია, გლახაკია, нуждающийся, შეიძლება ფული больной. კონდეს, მაგრამ ფული არ არის თავარი. Может быть, у человека много денег, но это не главное. შენ თუ გაქვს სიყვარული, Если у тебя есть любовь, შეგიძლია სხვას გაუნაწილო. ты можешь поделиться этой любовью. მაგრამ შენ თუ არა გაქვს სხვას როგორ გაუნაწილე? Но если у тебя нету, с чем ты поделишься с другим? შეუძლებელია ეს. Невозможно. შენ თუ არ იცი რომ გაქვს საუკუნო სიცოცხლე სხვას როგორ ეთქვი? Если ты не знаешь, что у тебя есть жизнь вечная, как ты можешь говорить другому об этом? წინა კვირას მოკლე სიტყვა ვთქვი. В прошлое воскресенье сказал короткое მნიშვნელოვანი. слово, важное. იესო გითხრა რომ ხუთი სიტყვა იქადაგეთო. ხუთი Иисус სიტყვა. сказал проповедовать 5 слов. მოახლოვდა ღვთის სასუფეველი. Приблизилось Царствие Божие. მოინანიეთო. Покайтесь. აბა რომელიმე თუ გააკეთეთ ეს იესო ქრისტეს სიტყვაზე თუ გაიარეთ. Кто-нибудь сделал это? შეგიძლიათ ხელი მაჩვენოთ. აი რამდენი საათია? კვირაში რამდენი საათია? 7 დღე ხომ Сколько არის? часов в неделе? 7 მგონი дней? 171 საათია თუ რაღაც. აი ერთ ადამიანს თუ უთხარით მოინანიე, რადგან უფალმა დამაბარა, მოახლოვდა ღვთის სასუფეველი. Вы сказали хотя бы одному человеку покайся, потому что приближилось Царствие აი Божие. ერთმა კაცმა აწია ეგ. Вот მეორე один მაწია человек, დიდება второй უფალს, მესამე человек მაწია. сказал, კიდევ третий. მეოთხე მაწია ორს უთხარიო. დიდება იესო ქრისტეს. Слава Иисусу. ესე იგი 4 სიტყვა უკვე 4-მა კაცმა გაიარა ღმერთის სიტყვაზე. 4 человека, как бы, оно ходило по Слову Божьему. შენ რატომ არ დადიხარ ღმერთის А ты სიტყვაზე? почему не ходишь по Слову Божьему? რატომ არ ფიქრობ მასზე რომ ეს სიტყვა შეასრულო უბრალოდ? Почему не думаешь исполнять это Слово? არ გინდა სიხარული კონდეს გულში? А не хочешь иметь радость в сердце? არ გინდა? Не хочешь? მე ვიცი რომ сихарული მოაქვს ამ სიტყვას. Я знаю, что эти слова приносят радость. იმიტომ რომ როცა იოანე ქადაგებდა ამას, Потому что когда Иоанн проповедовал მრავალი ხალხი მოდიოდა მასთან. это, к нему და приходило много людей, и они უდაბნოში, крестились იორდანეში ინათლებოდნენ. в Иордане. და თუ იოანეს უნდა ეკადაგა ეს სიტყვა, Если Иоанн должен был თუ проповедовать იესოს უნდა это, ეკადაგა ეს если სიტყვა, Иисус должен был იესო проповедовать მოწაფეებს უთხრა это, წადით, Иисус сказал ученикам, ავანტყოფები განკურნეთ, идите, исцеляйте Эсмакеби больных, гандевне. изгоняйте нечистых духов, დრები გააცოცხლეთ воскрешайте мертвых და უთხარით მოგიახლოვდათო и ღვთის скажите, სასუფეველიო. приблизилось Царствие Божие. და ჩვენც იგივე გვითხრა. И нам сказал то же самое. ხუთი სიტყვა. 5 слов. სხვა არაფერი გვაქვს გასაკეთებელი. ხუთი სიტყვა. 5 слов. კვირაში ან მთელი კვირა არის И целая неделя ჩვენს ხელში. в наших руках. გაივლი თუ არა ღმერთის სიტყვაზე, ამაზეა დამოკიდებული შენი რწმენა, რამდენად გიყვარს იესო ქრისტე.
И будешь ли ходить по Слову Божьему, и если вот вера Божия, и от этого зависит, ты любишь Иисуса или нет. არა აქვს მნიშვნელობა შენ აი ქადაგებ, გალობ, რაღაცას აკეთებ ეკლესიაში თუ არა აქვს მნიშვნელობა, აკეთებ თუ არ აკეთებ. Не имеет значения, ты проповедуешь или что-то делаешь სახარებაში წერია. здесь. В Иоаннეს Евангелии სახარების написано, პირველი თავის 12 მუხში. в Евангелии Иоанна, в 1 главе, в 12 ვინც კი стихе. ირწმუნა და Те, მიიღო მისი которые სახელიო, уверовали во имя Его, მის სახელმწიფება дал им власть ღვთის შვილებად быть გახდომისა. детьми Божьими. მორწმუნეებად კი არა გახდომისა. Не власть быть верующими, არამედ ღვთის შვილებად გახდომისა. но власть быть детьми რატომ Божьими. გადავწყვიტე რომ მე გავყოლოდი იესო ქრისტეს? Почему я решил идти за რატომ Иисусом? გადაწყვიტე შენ რომ გავყოლოდი იესო Почему ქრისტეს? ты решил идти за Иисусом? იმიტომ რომ მან გითხრა გამხილა შენ სოდოებში. Потому что Он обличил тебя в твоих грехах. მან მოგიცვა თავის სიყვარული. И Он облег тебя своей любовью. შენს გესიამონა. Тебе было это და приятно. გადაწყვიტე რომ И გავყე ты იესო решил ქრისტეს. идти за Христом. რავი თუ ესე არ არის თქვენ ცხოვრებაში არ ვიცი. Может быть, это не так в вашей მაგრამ შენ жизни, ცხოვრებაში ესე იყო. но в моей жизни было так. იმიტომ რომ როცა ქადაგება მოვისმინე, Потому что когда я услышал проповедь, უпроსტად როცა მოვისმინე ღვთის სიტყვა ერთი ადამიანის მეშვეობით არ ვიცნობ დღესაც ის ვინ იყო ის но ადამიანი. точнее, когда я услышал Слово Божие через уста одного человека, ამ სიტყვამ შემცვალა это მე. Слово изменило меня. ამ სიტყვამ შეგცვალა შენ. И это Слово изменило тебя. და ეს სიტყვა გამოსული შენი ბაგიდან შეცვლის სხვას. И это Слово, которое будет на языке твоем и коснется другого, изменит и იმიტომ другого რომ ღვთის человека. სიტყვა არის ცოცხალი და Потому მოქმედი. что Слово Божие, оно живо и действенно. მაგრამ ჩვენ არ ვაკეთებთ ამას, Но мы не делаем это. ვერ ვაკეთებთ ამას. Не можем это იმიტომ რომ делать. უფლის ჯულში არ არის ჩვენი მისწრაფება. Потому что наше стремление не в законе და Божьем. დღედაღამ არ ფიქრობთ И მასზე, день и ночь не размышляем о нем, რომ გავირჩინოთ ღმერთის чтобы სიყვარულით. пропитаться любовью Бога. შეუძლებელია სხვანაირად. По-другому როცა невозможно. მასზე ფიქრობ, Когда ты думаешь об этом, ღმერთის სიყვარული тогда любовь Божья შემოდის შენს გულში. входит в твое сердце. შენ ადვილად პატიობ ადამიანებს Ты легко прощаешь других და მარტო კი людей. არ პატიობ, И не только прощаешь, არამედ აკურთხებ но еще и კიდევ. ვინ благословляешь. შეხვდება გზაზე? Кого встречаешь на სუდია, пути. კარგი არ აქვს მნიშვნელობა. Плохой, хороший не имеет შენ значения. ლოცავ, Ты იმიტომ რომ благословляешь. სხვაგვარად არ შეგიძლია. Потому что по-другому ты не можешь. იმიტომ რომ ღმერთის სიყვარული არის შენში. Потому что любовь Божья в тебе. ღმერთის სიყვარულს სხვანაირად არ შეუძლია. А любовь Божья по-другому не თუ არ поступает. დაგლოცა, თუ არ გაკურთხა და თუ არ გიხსნა, მას სხვანაირად არ შეუძლია. Если не благословить, не спасет, не может по-другому. მაგრამ თუ не ვინმე спасет. ცოდვაში ხვდება ან ჯოჯოხეთში, ეს მისი თესვის ბრალია. Но если Арасторы кто-то тесис оказывается в аду, это Арасторы арчеван потому, избрали. что тот человек не сделал правильного выбора и неправильно сеял. მე ვნახე ორი კვირის წინ კაცი, Я видел 2 недели ახალგაზრდა კაცი, тому назад молодого რომელიც человека, გადაგებს, который проповедует, რომელიც გალობს, который прославляет, რავი შეიძლება מחარებლობს კიდევაც, может быть и მაგრამ благовествует, თავის მოყვას ატყუებს, но обманывает своего ближнего, ფინანსებში ატყუებს. в финансах რა обманывает. თქმა ღმერთ შენი მსახურება, შენ ამ მსახურებით მოხდები ნათელში. Зачем Богу такое твое служение? Таким служением ты будешь с თუ შენი Богом? მოყვასი არ გიყვარს, нათელში როგორ მოხდები? Если не любишь своего ближнего, как ты будешь во свете? თუ შენი მოყვასი არ გიყვარს, ღმერთს როგორ შეიყვარე? Если не любишь ближнего, как возлюбишь Бога? ჩვენ ყველანი მსახურები ვართ. Мы все слуги. მეც თქვენსავით რიგში ვზივარ აქ. Я тоже сижу здесь Მეც вместе с მჭირდება вами, ღვთის и სიტყვა. я сам нуждаюсь в Слове მეც Божьем, მჭირდება სიყვარული. и я сам რომ нуждаюсь ამ в любви, სიყვარულმა იმოქმედოს ჩემი. чтобы эта любовь через меня действовала. შეცდომები Ошибки. ჩვენ ყველას მოგდის. У всех бывают შეცდომის ошибки. განაში არ არსებობს Без ადამიანი. ошибок нету человека. მაგრამ თუ მე რამეში შევწდი, Но если я в чем-то არასწორად ошибся გითხარით, и неправильно ხოთ сказал, მაპატიოთ, простите меня, დამლოცოთ, благословите, მაკურთხოთ, благословите Мем меня, ჭირდება потому что я ჩემი нуждаюсь
დებისგან და ძმებისგან დალოცვა. В благословении от моих братьев и сестер, მათგან ვინც ღმერთის სიყვარულში არის те, გაზრდილი. которые пропитаны в любви Божией. შეუძლებელია სხვანაირად. По-другому ჩვენ невозможно. თუ ვერ პატიობ და არ ვლოცავთ ერთმანეთს, Если мы не прощаем и не благословляем друг друга, გამოდის რომ გძულს ერთმანეთი. тогда выходит, что мы ненавидим ჩვენ друг არ დავდივართ друга ღმერთის ситყვაზე. и не ходим по Слову Божьему. დიდება იესო ქრისტეს. Слава Иисусу Христу! მე მინდა ერთი ადგილი წაგიკითხოთ. Хочу почитать одно место из Писания. ეს არის იონეს სახარების მე-15 თავი. 15 глава из Евангелия Иоанна, с 1 стиха. Елаза. მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი. Я виноградная лоза, мама ჩემი კი მიწის მუშაკი. отец мой виноградарь. ყოველ უნაყოფო ლერწ ჩემში ის მოაშორებს. Всякую у меня ветвь, не და приносящую ყოველივე плода, он ნაყოფიეს კი отсекает, განწმენს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს. и всякую принесящую плод очищает, чтобы более принесла плода. ეს ორი დღეა ხეხილის გასხლას უყურებ, რომ ჩემთან დачаზე ხეხილი გავსხლა. И я смотрю эти 2 дня, как обрезают деревья, чтобы потом я пошел к себе и это сделал. და რას ხედავ? გაყვავდა ერთი ხე. И вижу, одно дерево уже цветет. ესე ყვავილები აქვს და ესეთი წვერი გამოდის, ახალი გამოსული ის არის, ტოტი არის. И я вижу, у него новая ветвь. ქორფა ლამაზი, კარგი ტოტი არის. Ветвь хорошая, красивая. მას ნაყოფი არ ქონდა. И на нем не было цветов, ყვავილები არ плода. ქონდა. Не было цветочков. ადგა მე ვენახემ და მოაჭრა ეს Взял ტოტი. человек и отрезал эту ветвь, იმიტომ რომ ნაყოფი არ потому ქონდა что მას. на нем не было бы плода. იცი თუ ას რამდენი შრომა უნდა? Знаете, сколько надо трудиться над лозой, იმისათვის რომ ნაყოფი მოისხას. чтобы она принесла плоды. გძელ ტოტებს რომელიც წინა წელს იყო, აჭრიან имас. И длинные ветви, которые прошлогодние, их срезают. და სამ ყლორზე ტოვებენ. И на არ ვიცი რატო трех, სამი, მაგრამ სამია ჩათვლილი на ხოლმე. 3 почках оставляют. და ეს სამი მერე იზრდება. Потом это разрастается. მაგრამ ეს საკმარისი არ არის ეს შეჭრა. Но это просто обрезать это მერე უნდა ეს недостаточно. ვაზი მიაბან მართულებზე. Потом должны как бы прикрепить эти ветки რომ დაბლა არ ჩამოვარდეს და არ გაფუჭდეს ნაყოფი. к веревкам, чтобы оно потом, когда принесет плод, этот плод не упал и не пропал. მერე უნდა ზედმეტი ფოთლებიც მოაცალონ. Потом лишние листья надо убрать. მერე წელიწადში რამდენიმეჯერ წამლავენ რომ გარემოებამ, დაბიძურმა გარემოებამ ის ნაყოფი რომელიც უნდა მოისხას არ გაფუჭდეს. И в году несколько раз еще надо опрыскать, чтобы был плод. იესომ თქვა, Иисус сказал: მე ვაზი ვარ, я лоза, თქვენ კი а вы ლერწები ხართ. ветви. мама ჩემი კი მე ვენახია. Отец мой виноградарь. ყოველი ხე, Каждое дерево, რომელიც კეთილ ნაყოფს არ которое გამოიღებს, не приносит доброго плода, მოჭრიან он отсекает და ცეცხლში и ჩააგდებენ. бросает в огонь. ჩვენს ნაყოფებზეა ლაპარაკი ჩემო. Здесь говорится о наших плодах, ჩვენს Дорогие. ნაყოფებზეა ლაპარაკი. о наших плодах. თუ დავდივართ ღმერთის სიტყვაზე, Если мы ходим по Слову Божьему, გიყვარდეს მოყვასი შენი люби ближнего своего და ვლოცავთ როგორც იმდენმა დამლოცეს. и ჩვენ благословляем наших უცნობ ადამიანებს, врагов и незнакомых людей, как те сестры ჩვენ меня სიყვარულს благословили, უგზავნით ადამიანებს. и посылаем любовь к людям. ისინიც გაოცებაში იქნებიან ეს ვინ შეხვდა? Тогда они Чем тоже самым? будут удивлены, как я был удивлен. ეს ვინ შეხვდა კაცო? Кого это я встретил? მე არ ველოდებოდი ამას. Я этого не ожидал. მეც ესეთი უნდა ვიყო.
Я должен быть таким же. თუმცა შეიძლება ჩემ გულში ვარ ესეთი Хотя, может быть, я в своем сердце და такой, სიტყვაში არა ვარ. а не в слове მაგრამ такой. ისინი ჩემი მაგალითები გახდნენ. Но они стали примерами для меня. ისინი ჩემი ნიმუშები გახდნენ. Примерами для меня стали. რომ ღმერთის სიყვარულში დადიოდნენ. Чтобы ходить в любви Божией. მე ვაზი ვარო იესო ამობს. Иисус говорит, я есть лоза, а вы ветви. თუ თქვენში სიყვარული არ არისო, Если у вас нет любви, თქვენ ნაყოფს ვერ გამოიღებთო. вы не сможете принести плода. თუ შენ გვერდზე მჯდომი არ гиყვარს, მეზობელი არ გიყვარს, არავინ არ გიყვარს, მარტო შენი თავი გიყვარს, შენ ნაყოფი ვერ გექნება. Если ты не любишь близко находящего человека, соседа, нету любви, ты не сможешь принести плод. მე არ ვიცი რას გელაპარაკებად ღმერთი თქვენ გულებში ახლა. Я не знаю сейчас, что говорит მაგრამ Бог в ვიცი ваших რომ сердцах, გელაპარაკებად. но я знаю, что ვიცი რომ говорит. ვიღაცას გაჩვენებთ, ვინც უნდა დალოცო, ვისაც არასწორად მოეკეცით, როგორ უნდა მიუდგეთ, რანაირად რომ უფლის სიყვარული გამოამჟღავნოთ თქვენ ცხოვრებაში. Я верю, что Бог показывает вам, напоминает людей, кого вы должны благословить. მე მინახია მორწმუნეები. Я видел верующих, ერთ სოფელში დავდიოდი ხოლმე, რამდენჯერ ველაპარაკე, რომ ნუ იწევლები დაო. и я ходил в одно село, и я говорил одной сестре: сестра, не проклинай. მივიდა თავის შვილი მტრვალი ერთ დღეს. И однажды сын пришел домой შევიდა пьяный, კარებში და დაეცა. и упал Заикцам, тролли у порога, он был очень пьяным. ამდამ თქვა დაწყევლა, სადაც წევხარ იქ მომკვდარიყავიო და მოკვდა ის И ბიჭი. эта сестра прокляла своего сына и сказала: где лежишь, там же, и чтобы ты не встал оттуда. მერე რა რომ ნასვამია. Ну и что он пьяный მერე რა რომ მტრვალია. и выпивший? მერე რა რომ ნარკომანია. Ну и что он наркоман? დალოცე. Благослови. ეს კურთხევა მოგცა ჩვენ ღმერთმა დალოცე და აკურთხე. Бог дал нам это благословение. თუ ჩვენი Благословляй. ცხოვრება შეცვალა ღმერთის სიყვარულმა, Если Божья любовь изменила მასაც нас, შეცვლის. Его тоже ნუ изменит. წევლი, Не проклинай, ნუ ლანძღავ. не ругай. ნუ უგზავნი შენი გულიდან ცუდ რაღაცებს, იმიტომ რომ შენ მოიკი თვითონ ამ И ყველაფერს. плохое от своего сердца к нему не посылай, потому что сам же и пожнешь. ღმერთი сиყვარულია. Бог есть любовь. იესომ თქვა მე ვაზი ვარ თქვენ ლერწები. Иисус сказал: я თუ არ დარჩებით ჩემში, а вы ветви, если не останетесь во мне, ნაყოფი არ გექნება. вы не будете иметь плода. თქვენ უკვე განწმენდილი ხართ იმ სიტყვით, რომელიც მე გითხარით. Вы уже очищены тем словом, которое я вам თქვენ сказал. ჩემში დარჩით. Вы оставайтесь მე во კიდე мне, თქვენში. а я в вас. როგორც ლერწი ვერ მოისხავს ნაყოფს, Как ветвь не может принести плода, თუ ვაზე არ დარჩება, если не останется на лозе, ასევე თქვენ თუ Так и ჩემში вы. არ დარჩებით. если не останетесь во мне. ღმერთი სიყვარულია. Бог есть любовь. თუ სიყვარული არ მაქვს, Если нету любви, მე ქრისტეში არა ვარ. тогда я не во თუ Христе. ძუს შემიმოყვასი, Если я ненавижу ближнего, თუ არ ვესალმები, если не здороваюсь, თუ რუსული სიტყვა ნივიჟუს უკეთებ, ვითომ არ ახედავ. ხო იცით? если делаю не вижу, отворачиваюсь, ხო იცით და გაივიდა. Даже- ნეტას უარ დამენახავ ესო. хотя бы вообще не увидел. სად არის ქრისტე? Тогда где Христос? წუთ სოფელშიც ასე იქცევია. В этом миру тоже так შენ поступают. ეთი განსხვავდები წუთ სოფლისგან. А чем ты უფალი отличаешься ხომ ხედავს. от этого мира? Господь же все უფალი ხო видит. შენს გულს უყურებს. Господь же видит твое მე რომ сердце. რაღაცეები ცუდი ხდება შენ ცხოვრებაში, ეუბნები ღმერთო რატო ხდება? И потом, когда плохие вещи получаются в твоей жизни, говоришь: Господи, а почему? შენ გულში ბოროტს თესავ და В სიკეთე როგორ უნდა своем მოიმკო. сердце ты сеешь злое, да, а как ты будешь пожинать доброе? შენი მოყვასი არ გიყვარს, Не любишь ближнего, რომელიც შენი აზრით რულად გექცევა. который, по-твоему, поступает с тобой как враг. არ შედიხარ შენ ოთახში და არ ეუბნები უფალო.
Не входишь в твою комнату и не говоришь: დალოცე Господи, რა ეს კაცი. благослови этого человека. აკურთხე რა. Благослови. როგორც მე მაკურთხე, ისე ეს აკურთხე. Как ты меня благословил, и его благослови. И дай ему спасение. როგორც მე მიხსენი, ისიც იხსენი. Как меня спас, и его მას ჭირდება спаси. შენი სიყვარული. И он нуждается в твоей любви. არ გიცნობს ის შენ. Он не знает тебя. ასე იქცევა ცუდად. Поэтому так плохо მარტო მე ხო არ მექცევა, поступает. ბუნებით ეგეთია. Не только ко мне он так плохо относится, у ჭირდება него შენი такая ბუნება. природа. И он нуждается в твоей природе, მას ჭირდება Божьей. შენი სიყვარული. Он нуждается в твоей любви. ჩვენ ყველა ასე უნდა ვლოცულობდეთ. Мы все должны так молиться. როგორც ჩვენ გვჭირდება უფლის სიყვარული. Как мы нуждаемся в любви ისე Божьей, მას ჭირდება. так и он нуждается. ღმერთი სიყვარულია. Бог есть любовь. მისი შვილები А его дети? წარმოიდგინეთ ერთი დიდი აუზი. Представьте большой ბასეინი. бассейн. და შიგნით თაფლი რო ჩავასხა. И если мы зальем туда мед, და ჩვენ რო ჩავიდეთ იქა. если мы туда залезем, წარმოიდგინეთ. представьте, ჯერ თიძე რო წაისმევ თავს ის ხო ადვილად არ გეცლება და. если на пальце мед намажьте, так быстро, легко не очистится. და მე თუ ჩავყვითავ თავს Ага. Если мы нырнем в этот мед, სულ თაფში ვიქნებით ეს. мы будем в меду. მე თუ ეკა შევეხები გათაფლიანდება И ეს. если я ее коснусь, и она станет тоже запачкается ნებისმიერ რომ медом. შეგეხოთ თაფლიანი იქნებით И სულად. если კბილები я იქნებით. коснусь любого из вас, вы тоже станете запачканы медом и будете сладкими. კბილები იქნებით. Сладкими будете. არა? ვინმეს გიყვარ თაფლი. В меру. და წარმოიდგინეთ усებ რომ თაფში ვარ ეხლა И და представьте, что мы в этом меде, და ყველა ჩემზე ესე შევა ესე. რო и приходит каждый и игемус. как бы трогает меня, а потом, чтобы попробовать мед. რომაეთე წერილში ისა პავლე მოციქული ამბობს. Римлянам Павел говорит: ვინც მოვინათლეთ те, которые крестились, ქრისტე იესოში მოვინათლეთო. крестились во Христа მის Иисуса, სიკვდილში мы მოვინათლეთო. крестились в Его смерть. რამდენი ხართ მონათლულები? Сколько из вас იესო крещенных ქრისტეს სახელით. именем Иисуса? ყველანი? ვინ არ არის მონათლული? Кто не крещеный? წავი ჩავაყედოთ კვარში. ხუმრო. ნახეთ. ეგრე ადვილი ესე ნათლობა არ არის სწორი. უყურეთ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ Мы გავყვეთ იესოს решили идти за Христом. და მოვინათლოთ იესო ქრისტეს სახელით. И мы решили креститься именем Иисуса ქრისტე Христа. ვინ არის? А кто Христос? ღმერთი სიყვარულია. Бог есть Сахаребамовс. любовь. Так говорит Евангелие. ვინ არის კიდე ქრისტე? Кто еще Христос? ხსნელი არის. Спаситель. ვინ არის ქრისტე? Христос იესო თქვა მე кто? ვარ ნათელი Иисус სოფლისა. сказал: я свет ჩვენ этому миру. მოვინათლეთ ამ ნათელში. Мы крестились в этот ჩვენ свет, მოვინათლეთ мы სიყვარულში. крестились в любовь, ჩვენ მოვინათლეთ мы ხსნელში. крестились в რომ Спасителя, ვიაროთ სიცოცხლის განახლებით. чтобы ходить в обновленной жизни. ახალი ქმნილებები ვართ. Мы новое творение, ახალი. новое და ვის უნდა творение. გავდეთ? И на кого мы должны быть похожи? ჩვენს მამას. Мы должны быть похожи на Чем Отца хснес? нашего, на Спасителя. ღმერთი სიყვარულია. Бог есть любовь. და ეს უნდა იყოს შენს გულში. И это должно быть в აქ нашем გულში უნდა сердце. გავდეთ ქრისტეს. Мы своим сердцем должны быть Смерти похожи сиყვარულია. Христу. Бог есть любовь. სიყვარულში დარჩენილი. И тот, который остается в Ღმერთში любви, რჩება და остается ღმერთის в Боге, и Бог в нем. ვინ გახსენდება დღეს? Кого ты вспоминаешь ვინც გალანძღე, сегодня? Кого ты обругал, ვინც დაწყევლე, проклинал, ვისაც სუდად მოეკეცი. плохо относился к кому? ეხლა ჩვენ ყველანი უფლის წინაშე ვდგევართ. Мы сейчас все стоим пред Господом. ხო და გაუგზავნე სიყვარული, დალოცე შენს გულში. Благословите в ваших сердцах и пошлите любовь. განთავისუფლდი უარყოფითი Освободитесь თვისებებიდან. от нехороших привычек, способностей. სამშაბათს მაღაზიაში ვიყავი Во вторник я был в магазине. და ორნაბიჯი, ალბათ იცით ორნაბიჯი, ხო? ალბათ ყველანი მისი Вы, კლიენტები ვართ. наверное, знаете этот магазин. და გამოვედი იქიდან და ორნაბიჯი. გვერდზე მაღაზიაში შევედი, სადაც ხორცი იყიდებოდა
Вышел оттуда и зашел в магазин, где არ შეუნდა მეყიდა. мясо продавалось, я должен был купить და фарш. ხედავ ერთი Вышел. 75-80 წლის ადამიანი ქალბატონი ეს რა ესაუბრება გამყიდვეს. ახალგაზრდა ბიჭია სადღაც 35-40 წლის. Женщина где-то 75 лет разговаривает с продавцом, которому около 40 с чем-то. მე დავდექი და დაველოდე. სანამ ამ ადამიანს გაისტუმრებდა. Я подождал, пока продавец отпустит და эту ეს გამყიდველი женщину. ეუბნეო წინ უდევს ესეთი ძვალი. И продавец говорит фехидан. этой женщине, а перед ним большая кость. და უთხრა რომ ქალბატონო მე ამ ძვლის ნახარსა სვავდიო რომ მენისკი მქონდა და ამისგან განვიკურნეო. И он говорил, что этой женщине я пил как бы отвар от таких костей, у меня был мениск, и я исцелился от этого. და კიდევ რაღაცებს ელაპარაკება რომ აი 10 წელია უკვე მე უკვე ოპერაცია არ დამჭირდა არაფერი და მე ამ ნახარს რო ჭამ და კიდევ ხაში იცით რა არის ხაში. ხო. И он говорит, что მე აღარ ამტკივა მუხლები ეს ბიჭი ეუბნევა. из-за того, что я ем эти отвары и еще хаши, ხო არ მოგინდათ ხაში. არა. у меня уже ничего не болят и колены не болят. ხო და მე უსმენ ახლა. А я слушаю. ახლა ქალბატონი ეკითხება შვილო როგორ მახარშო ესა და ის ბიჭი უხსნის ახლა И როგორ უნდა женщина მოხარშოს спрашивает, а как დაუჭრა ეს ძვალი. сварить? И он разрубил ей эту უთხრა რომ кость, დაასხი წყალი 1-3 სანტიმეტრი მაღლა რო იყოსო, დაიფარო ძვალიო. объяснил, как сварить эту кость, сколько воды მე რო налить. კარგად მოიხარშებაო, И когда хорошо сварится, რომ ეს ტვინი გამოა ძვლიდანო, и из костей выйдет мозг, ამ ნახარს დალევო. ты будешь пить этот отвар. და მე ეხლა დამთავრე საუბარი და ვეკითხები ქალბატონო რა გაწუხეთ მეთქი და. И когда разговор они закончили, я спрашиваю у этой женщины, а что у вас болит? აი აქ შვილო, აი ძლივას მოვედი აქამდე, აი ნახე როგორ დავდივარ ესე მეუბნა. Сынок еле пришел, вот здесь у меня что-то болит, еле хожу. მე ვკითხე Я спросила, ღმერთთან ურთიერთობაში როგორ ახართ а ქალბატონო? как вы, женщина, в отношении с აი მე Господом? ლოცავო ჩემ შვილებს, ჩემ შვილიშვილებს და ასე შემდეგ. Я, говорит, благословляю своих детей, ეს უკვე своих კარგი внуков, ნიშანია ვიფიქრე ჩემ внучек. გულში. Я сказала, это уже хорошо. წამთ მეთქი რომ ღმერთ შეუულია თქვენი განკურნა? А вы верите, что Бог может исцелить კი вас? შვილო როგორ არა? Да, сынок. მაშინ განიკურნეთ მეთქი. Я сказала, тогда исцелись. ეს ქალბატონი აგზელებს ლაპარაკს. Эта женщина продолжает разговор. მეოთხარ ქალბატონი ერთ წუთას გაჩერდით მე. Я ее остановила, пожалуйста. ეხლა გაიარეთ მეთქი, А вот сейчас მაინტერესებს როგორ пройдитесь. ახართ. Мне интересно, как вы себя чувствуете. გაიარა და მე აღარ ამტკივა. И она прошлась и сказала, не болит ничего. ეხლა გამოიარეთ мეთქი აქეთ. А теперь пройдитесь в эту сторону. მოკლე მანძილი იყო. Короткое было расстояние. აღარ ამტკივა. А у меня не ეხლა болит. მიუბრუნდა გავყიდვეს. И говорит продавцу, რამდენი ხანი უნდა ვხარშო? а сколько мне надо варить? ქალბატონო მეოთხარე. А я говорю, женщина, ეხლა რა მოხდა მეთქი, გაიგეთ? вы поняли, что здесь произошло? ტკივილი გააქვთ მეთქი? Нет, говорит, а у вас მოდი боль ერთ წუთას есть? გარეთ გამოდით მეთქი. И тогда я сказала, выходите снаружи. გავიყვანე გარეთ. Я вывел ее Ეხლა с გაიარეთ магазина მეთქი უთხარ. и сказал, ეს ქალი пройдитесь. დადის. И ходит эта женщина აღარა კოჭლობს. и не хромает Эсэ больше. микурებს. И смотрит на меня. კარგად ახართ მეთქი ქალბატონო. Вы хорошо себя Ки, ара чувствуете? ткива. Да, у меня не болит. ისეთი სიხარული მაგულში. Такая радость в сердце. მე ტელეფონმა დაურეკა. И потом телефон у нее зазвонил. იცით რა უნდა გითხრათ, ის შვილი იყო იქიდან. Сын დედა სად был ახარ? и спрашивал, мама, где ты? აი შვილო, Знаешь, ხორცის сынок, მაღაზიაში ვარ. Я в магазине Მაგრამ იცი мясо რა უნდა хотел გითხრა? купить. Знаешь, что я хочу тебе сказать? განვიკურნე. Я исцелилась. ეხლა უცებ ვერ გეტყვი, მაგრამ სახში რო ავარ გეტყვი განვიკურნე. Сейчас я все не могу сказать, но когда домой приду, все скажу. მეოთხარი სახში რო ახვალ. Я сказала, когда ты пойдешь к себе უთხარი უფალო домой, იესო ქრისტე. скажи, Господь Иисус მაპატიე Христос, ჩემი ცოდვები. прости мне грехи мои, მეც პატიობს ხვებს, Я ვინც прощаю მაწყენინა, გული других. მათკინა, ყველას პატიობთ ხო. прощаю всем, кто меня обидел, თუ გინდა сделал რომ больно. განკურნება დარჩეს ხო. Если ты хочешь, чтобы ты осталась здоровая. ეს ადამიანი წავიდა გახარებული. И этот человек ушел დიდება ჩვენ უფალი იესო радостный. ქრისტეს. Слава Господу Иисусу.
ჩვენ სითამამე გვჭირდება კიდევ. Нам нужно дерзновение, რომ смелость, თქვათ იესო ქრისტეს სახელით. чтобы говорить именем Иисуса Христа, რადგან ღმერთის потому უყვარს что ყველა ჩვენთაგანი. Бог любит каждого из нас. მოდი გავაგრძელოთ. Давайте продолжим. მე ვაზი ვარ, Я есть лоза, თქვენ კი ლერწები. а вы ветви. ვინ ჩემში რჩება Кто остается во мне, და მე მასში, я в нем, იგი ბევრ ნაყოფს ისხავს. он приносит много плода. რადგან უჩემოთ Потому что без меня არაფრის კეთება არ не შეგიძლია. можете делать ничего. უჩემოთ Без меня არაფრის კეთება არ შეგიძლია. ничего не можете сделать. მე სრული ჭეშმარიტება. И это истина. როცა ამ სიტყვაზე ფიქრობდი და მანამდე კიდევ მათეს სახარების მე-6 თავზე, И когда я думал об этом слове и думал о слове, которое написано в Матфея 6 სადაც главе, იესო ქრისტე ამბობს, где Иисус говорит, ეძებეთ ღვთის სასუფეველი ищите Царствие Божие და მისი и სიმართლე Его правды, და ყველაფერი თქვენ и შეგემატებათ. все остальное приложится გახსოვთ вам. ესე წერია? Помните, ნუ ზრუნავთ, რა ჭამოთ, не რა სვათ, забудьте, что რით есть, что შეიმოსოთ. пить, во что ყველაფერი одеться. ამაზე წარმართები, Обо всем этом Фикробен. думают язычники. წარმართები ფიქრობენო. Язычники об этом Ჩვენ ვინა думают. ვართ? А мы кто? წარმართები ვართ. Мы язычники. ყველაფერზე ამას წარმართები ფიქრობენო. Обо всем этом думают მე язычники. მეგონა რომ ჩვენ არ უნდა ვისრობოთ ან რაღაც ადრე ვერ ფიქრობდი ბოლომდე ვერ ჩავწვდი ამას რას ნიშნავს ეძებე ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე და ყველაფერი ეს შეგემატება. Раньше я не понимал, что же это значит. Прежде всего ищите Царствие Божие и правды Его, и все остальное приложится. Я думал, что не надо работать. Я раньше это не понимал. თუ ლუკას სახარებას მოიხმართ, Если мы почитаем из მე 17 Евангелия თავის от Луки, 21 მუხლია, 20-21 მუხლი. 17 глава, 20-21 стих. ღვთის სასუფეველიო არ არის არც იქ და არც იქაო. Царствие Божие не там и не там. თვით თქვენშია В ღვთის вас есть სასუფეველი. Царствие Божие. დიდება იესო ქრისტეს. Слава Иисусу Христу. როგორ გავიგოთ ღვთის სასუფეველი ჩემშია თუ არა? А как понять, Царствие Божие во мне? როგორ გავიგოთ მე Есть. ვაზზე ვარ თუ არა? А как понять, я на лозе или нет? თუ სიყვარული გვაქვს Если у нас есть любовь ურთიერთ მიმართ, между собой, თუ გვიყვარს если ვლოცავთ любим, ადამიანებს, ვისაც ვიცნობ благословляем თუ არ ვიცნობ, людей, не имеет значения, мы Терия, этих ту людей моқвария. знаем, не знаем, враги, близкие. ესე იგი ჩვენ ვაზზე ვართ. Если мы это благословляем, და тогда ჩვენ мы на лозе. შეგვიძლია ბევრი ნაყოფის მოტანა. И тогда мы можем принести много плодов. ერთი კვირის მანძილზე В течение недели მარტო რამდენიმე კაცმა თქვა, რომ მე შევასრულე ღმერთის დანაპირები только несколько человек сказал, что я исполнил то, და что Бог უთხარი сказал. ჩემ მოყვას, И я сказал ближнему, რომ მოახლოვდა ღვთის სასუფეველი. что приблизилось Царствие Божие. ჩვენ დაახლოებით 80 კაცი ვართ აქ. Нас приблизительно 80 человек. კვირაში ერთ კაცს მაინც რომ უთხრა, Если за Ну, ховать, неделю говоришь, шагит ли хотя я? бы одному человеку скажем, 80 კაცთან მივა ღმერთი к 80 человеку придет Господь. რატომ ღმერთი რატომ მივა? Почему Бог придет? იმიტომ რომ ღვთის სიტყვა, Потому что Слово Божие, რომელსაც შენ ეტყვი, которое ты скажешь, თვითონ ქრისტეა. сам Христос. შენ უთხარი, Ты скажи, რომ მოახლოვდა ღვთის что სასუფეველი приблизилось Царствие და Божие. დაანებე თავი დანარჩენს ქრისტე оставь გააკეთებს მის. Сам Христос делает для него. შენი საქმე სხვა არ არის. ჩემი Остальное, საქმე სხვა არ არის. другое не твое дело и не мое და дело. მანამდე А до этого, სანამ ვინმეს რამეს ეტყვი, пока ты кому-то что-то скажешь შენ გულში в своем сердце, სული წმინდას Духу Святому, სთხოვე, Духа Святого რომ попроси, მოგცეს გაბედულება чтобы Он дал тебе смелость და მოგცეს Дерзновение. სიტყვები, и дал бы Он тебе слова, რომ თვითონ დაელაპარაკოს. чтобы Он сам заговорил.
მასზე კარგად სხვას არავინ არ იცნობს. Лучше, чем он, никто не знает человека. გაოცდები, Будешь удивлен, ისეთი რამე მოხდება. произойдет такое чудо. მე ერთხელ მითხრა სულიწმინდა, Однажды мне сказал Дух Святой, სანამ შენ არ ვთხოვ, пока ты меня не попросишь, მე არ ვიტყვი არაფერს. я ничего не скажу. მე მიხარია, როცა ის ამბობს. Я радуюсь, когда он говорит. მე ვსწავლობ და სხვას. А я учусь и учится მე другой. მიხარია, რომ მას ვიცნობ. А я радуюсь, что я его знаю. ის ძალიან გზნობიარეა. Он очень მე чувствительный. არ ვიცი, ყოფილა შემთხვევა, როცა Я не знаю, был ли случай, როცა ვინმეზე ჭორაობს და შენ იქ დგეხარ და უსმენ და გული შეგიღონდა ესე. когда стоят несколько человек и о ком-то сплетничают, из-за этого у тебя как бы сердце сжалось. ყოფილა შემთხვევა. Были такие случаи? იცით რა გზნობიარეა სულიც. Знаете, какой чувствительный Дух Святой? ძალიან გზნობიარეა. Он очень чувствительный. მას უყვარს, Он любит, როცა სთხოვ, когда ты его просишь, რომ დაგეხმაროს. чтобы он помог тебе. ის ძალათი შენ ცხოვრებაში არ შემოიჭრება. И насильно он не вторгнется в твою жизнь. სთხოვეთ სულიწმინდას. Попросите Духа Святого უთხარი უფალო. и скажите: ვერ Господи, პატიებ ამ კაცს. я не могу просить იმდენი того ბოროტება человека. მიყო. Столько зла он мне сделал. როცა ქრისტეს აკრავდნენ ჯვარზე, Когда Христа распинали на крест, ქრისტე ლოცულობდა. Христос молился: მამაო, Отче, აპატიე, прости, ვინაიდან არ იციან რას აკეთებენ. потому что они не ведают, что они ეს делают. სიტყვები ჩვენი სიტყვები უნდა გახდეს. А эти слова должны Просто стать ჩვენ нашими შეურაცხყოფას словами, გვაყენებენ. когда нас оскорбляют. მაგრამ მათვისაც მოკვდა ქრისტე. Но для них тоже умер Христос. გახსოვთ ასისტამა თქვა, ჭეშმარიტად ღვთისზე იყო. Помните, сотник сказал: воистину, этот человек был Сыном Божьим. დიდება უფალს. Слава Господу. ვინ ჩემში არ დარჩება, Кто не останется во გარეთ мне, გადაიგდება, будет выброшен вон, როგორც ლერწი как ветвь, და დაჭკნება, и завянет. მოაგროვებენ მათ Соберут их და ცეცხლში ჩაყრია и вернут в огонь, და დაიწვებიან. бросят, и они сгорят. მაღაზიებში იყიდება ხოლმე, იცით ესეთები, ლერწები. Вы знаете, в магазинах Кахван продаются лерцеви. сухие ветви. იცით რატო ყიდიან? Знаете, почему их რომ продают? ცეცხლი წაუკიდონ Чтобы их поджечь და მათი огнем ნაკვერცხლიდან и на углях, на их სვადი углях შეწვან. пожарить шашлыки. ვინ ჩემში არ დარჩებაო? Те, которые не останутся во ვინ мне, სიყვარულში არ те, დარჩება? которые не останутся в любви, დააკვირდით სიტყვებს. вникните Это в чем эти ситхваби слова. арари. Это не мои слова. ღმერთი სიყვარულია. Бог есть любовь, ღვთის სასופებელი ჩვენში არის. и Царствие Божие в нас. ჩვენ გვიყვარს ჩვენ გვერდზე მყოფი ადამიანები, Если мы любим людей, которые вокруг нас, ესე იგი გვიყვარს ღმერთი. значит мы любим Бога. და თუ გვიყვარს ღმერთი, И если мы любим Бога, ჩვენ მასში ვართ мы в Нем, და ის ჩვენში. и Он в нас. და ჩვენი ენა И наш язык მიჩეულია კურთხევას. приучен к благословению. ან თუ არ არის მიჩეული, Если не приучен, დღეიდან с сегодняшнего дня უთხარი უფალო, скажи: Господь, მე მინდა შენზე ვიყო დამხრობი. я хочу быть привит на მე Тебе. მინდა ნაყოფი მოვიტანო. Я хочу приносить плоды. მე მინდა რომ სიყვარული კონდეს ყველას მიმართ. Я хочу любить всех. მე მინდა რომ ყველას ვისაც შევხედო დავლოცო. Я хочу, на кого бы я ни посмотрел, чтобы я всех შენი благословлял. ხსნის сиყვარული გაუგზავნო. И послать им снести сихарули, სიხარული, ხსნის радость სიხარული. спасения. შენი სიტყვები უნდა იყოს ჩემო დაავადაცმაო. Эти слова должны быть твоими словами, შენ აქ брат, მრევლი сестра. არ ახარ. Ты не прихожанин, არ ახარ შენ მრევლი. ты не прихожанин. შენ და მე მოვედით უფალთან. Мы с тобой пришли к Господу. ვისმენთ უფლის სიტყვას, Мы слышим Слово Божие, რომელიც უნდა შევასრულოთ. которое должны исполнять. რომელიც სიყვარულზე მეც არაფერს არ გვასწავლის. И Слово это научает нас любить. არ გვეუბნეო მოკალი, Не говорит: убей.
ყელი გამოჭერი, როგორც Перевеш. მუსულმანებს თავებს საჭრიან, ქრისტიანებს და Ова. თავის მოძმეებს საჭრიან. Как სუდი мусульмане. გაუკეთე შენ მოძმეს, Делай плохое к своему ближнему. დაწყევლე, Проклинай. შეაგინე. ღმერთი გვეუბნება, Бог говорит, გიყვარდეთ ერთმანეთს. любите друг друга. როცა გიყვარს, Когда любишь, შენ იცი რომ გაქვს საუკუნო სიცოცხლე. ты знаешь, что у тебя есть жизнь Роца вечная. гикварс. Когда любишь, შენ ქრისტეში ხარ ты во და Христе, ქრისტე შენში. и Христос в როცა тебе. გიყვარს, Когда любишь, შენ ნათელში ხარ, ты во свете. ნათელში. Во აი свете. ჩვენ ხო შენობაში ვარ. Мы же в здании, ესე იგი ნათელში ნიშნავს შიგნით ხარ, ქრისტეში ხარ. а во свете это значит, ты во Христе, ты в Боге, внутри. და ღმერთი გარე. Бог внутри и Бог вокруг როცა тебя. გიყვარს, Когда любишь, შენ დადიხარ ღმერთთან ერთად. ты ходишь вместе с Богом. როცა გიყვარს, Когда любишь ღმერთი Бога, შენ ცდილობ ты стараешься подражать Ему. პავლე მოციქული ამბობს, მე მომბაზე, Павел говорит, подражайте როგორც მე ქრისტეს. мне, как я подражаю Христу. შენ გჭირდება ქრისტე. Тебе нужен შენ Христос? გჭირდება სიყვარული. Тебе нужна любовь? შენ გჭირდება რომ ჩაგიხუტოს უფალმა. Тебе нужно, чтобы Бог тебя обнял. როცა ცუდათა ხარ, Когда тебе როცა плохо, ავად ხარ, когда болеешь, როცა გაჭირვება გაქვს, когда есть Роца какая-то нужда, даэсэми. когда ты падаешь, როცა ამბობ უფალო, когда говоришь Господи, ის ყოველთვის გეუბნა აქა ვარ Он შვილო. всегда говорит, я здесь, дитя, ნუ გეშინია. не бойся, მე შენ მიყვარ ხარ. я тебя люблю. მომიხმე მე გაჭირვების Призови ჟამს меня в день და მე შენ скорби, გადაგარჩე. и я тебя спасу, და შენ მე и განმადიდე. ты меня თქვენ прославишь. გონიათ მე ვქადაგებ? Вы думаете, я მე проповедую, ვაცხადებ ღმერთის სიტყვას. я провозглашаю Слово Შენთვის და Божие ჩემთვის. для тебя и для ეს შენთვის არ себя. არის მარტო, ჩემთვისაც არის. Это не только для тебя, это и для меня. როცა გიყვარ დარწმუნებული ხარ რომ შენ ქრისტეში ხარ Когда ты любишь, ты уверен, что ты во Христе, და შენ შეგიძლია მთების и გადაადგილება. ты можешь передвигать горы. როცა გიყვარს, Когда любишь, შენ მამაძე და სულიწმინდასთან ერთად, ხედრობასთან ერთად დადიხარ. ты ходишь вместе с Отцом, Сыном и Духом Святым, с Духом მე Святым სერიოზულ რამეზე ვლაპარაკო, მე ვიცი ეს რა არის, მე и с პრაქტიკაში Его ვიცი ეს რა არის. войском. И я знаю, что это такое на იცი რა, როცა практике. საზოგადოებაში შედიხარ სადღაც და ვიღაცა შეპყრობილია, რაღაცით ეშმაკები ვლინდებიან და ჩდებიან, ვიღაცა ცუდად ხდება, ვიღაცასგან ეშმაკი გარბი, იმიტომ რომ შენ ნათელში ხარ, Когда ღმერთის ты, დიდებაში ხარ. და როცა ეს დიდება შედის შენთან ერთად, რაღაცა ცვლილებები იწყება და შენ იცი რომ ეს უფალია. и когда ты наполнен Богом, и ты в Боге, и ты оказываешься среди людей, там бывают, если проявления среди людей, которые связаны или одержимы нечистыми влияниями, и там это все проявляется. არ უნდა იქ ბევრი ყვირილი იესო ქრისტეს სახელით, უბრალოდ ესე აკეთებ და გადიან ისინი. Не надо много кричать именем Иисуса. გახსოვთ იესო Они- თქვა, ჩემი ხელებს დაადებ და ისინი განიკურნებიანო. А помните, Иисус сказал, вы возложите руки на больных, и они исцелятся. ეს ჩვენ ხელებს იყენებს უფალი. Иисус, Он использует наши руки. ჩვენ კი არ ვკურნავთ. Не мы მე исцеляем, კი არ ვიყავი იქა. не я был მე კი არ там, გავკურნე. не я исцелил. იესო ქრისტეს სახელმა განკურნა ის. Имя Иисуса Христа исцелило მაგრამ მე его. ვიცი რომ მასთან ერთად დავდივარ. Но я знаю, что я хожу вместе მე с ვიცი რომ ним. მას უყვარს თვითეული Я ადამიანი. знаю, что Он любит каждого მე ვიცი რომ მას человека. უყვარს მათი განკურნება, გათავისუფლება, И ხსნა. я знаю, что Он любит спасать, исцелять и освобождать მაგრამ მე каждого მიმჭირდება человека. თვითონ უფრო მეტად ვიყო სიყვარულში. Но я нуждаюсь еще более быть в любви. შენ გჭირდება მისი сиყვარული. И ты нуждаешься в Его Გაიზღინთო. любви, чтобы ты როგორც пропитался, ღრუბელი, как губка, მისი სიყვარულით გაიზღინთო. пропитаться Его კი არ любовью. დასცინო შენ ძმას, ან შენ დას, ან შენ მეზობელს, კი არ აიგდო მასხარად. Не насмехаться на брата, на сестру, на соседа, არამედ ილოცო მისთვის. но молиться за него, დალოცო კარგად. благословлять его. იმიტომ რომ შეუძლებელია სხვანაირი იყოს ღვთის შვილი. Потому что невозможно, чтобы Дитя Божие было другим. შეუძლებელია რომ შენ არ ადათებდე თუ ღმერთია შენში. Невозможно, чтобы ты не светился, если в тебе есть Бог. შეუძლებელია რომ ცხებულება არ მოდიოდეს შენგან.
ზალა არ невозможно, მოდიოდეს შენგან. чтобы помазание и сила не исходила бы от тебя. შეუძლებელია რომ შენ როდესაც ხებულებაში ხარ ხელი დაადო და ადამიანი არ განიკუროს არ Невозможно, განთავისუფლდეს. чтобы когда ты в помазании, ты возложил на кого-то руку, и человек бы не исцелился. მე არ ვლაპარაკო მორიქადაგებაზე. Я не говорю о მე очередной ვამბობ ვინა ვარ проповеди. ჩვენ ქრისტეში. Я говорю о том, кто мы во რა Христе. შეგიძლია შენ ღმერთი И ამას что ლაპარაკობს? ты можешь об этом говорить შეიძლება Христос. შენ თავს არ აფასებ, Может быть, ты себя не მაგრამ ღმერთი გაფასებ оцениваешь, но შენ. Бог оценивает რადგან შენი тебя. გულისთვის მოკვდა გოლგოთის ჯვარზე. Так как Он умер из-за тебя на кресте Голгофы, რომ შენ სიძულვიში კი არა სიყვარულში იცხოვრო. чтобы ты жил не во зле, а в любви. მარტო შენ კი არა მეც. Не только ты, но მარტო მე и კი я. არა ყველა. И не только я, но и все. ყველასთვის საკმარისია მადლი უფლისა. Благодати Божией достаточно для ყველასთვის всех. საკმარისია ღმერთის სიყვარული. И любовь Божия, она достаточна для всех. მე ვიცი რომ გეხება ეხლა მისი სიტყვა. Я знаю, что Слово Божие сейчас касается მე ვიცი რომ კურნავს ეხლა შენ გულს მისი и სიტყვა. исцеляет твое сердце მე Его ვიცი რომ Слово. კურნავს შენ სხეულს მისი Я სიტყვა. знаю, что Его Слово исцеляет რამდგან твое ძალაა тело, მის სიტყვაში. потому что есть сила в Его Слове. მას სხვანაირად არ შეუძლია. По-другому Он не может. მას უყვარს როცა შენ გეხება. Он любит, когда касается тебя. იცით რა მაგარია მასთან ურთიერთობა. Прекрасно общение с Ним. როცა შედიხარ შენს ოთახში, Когда входишь в свою комнату ჩაიკეტები კარებს и закрываешь двери და გადაშლი ღმერთის სიტყვას и раскрываешь Слово Божие, და ღმერთთან ურთიერთობა გააქვს. и у тебя общение с Господом. საკმარისია შენი ხელი შეახო ამას. Достаточно коснуться своей рукою ღმერთის სიტყვას. Слова Божьего. ეს ქრისტეზე შეხება არის. Это ты прикасаешься ко და Христу. ქრისტეს შეხება შენზე. Это прикосновение Христа к ეს тебе. უბრალო წიგნი არ არის. Это не простая книга. ეს არის ღმერთის სიყვარულით გაშგანთილი წიგნი. Это книга, которая пропитана любовью Бога. რო წახვალ აქედან, Когда уйдешь отсюда, ჩაიდე შენს გულში. вложи в свое сердце დღეიდან сегодняшнего მე дня. უნდა წავიკითხო, უბრალოდ კი არ უნდა წავიკითხო. Я не просто должен читать, არამედ უნდა ჩაუკვირდე ღმერთის я სიტყვას. должен вникать в Слово რას Божие. მეუბნეო მე იესო Что ქრისტე. оно мне говорит, что говорит Иисус Христос ნელა мне. წაიკითხე. Читай медленно, ჩაკვირებულად წაიკითხე. вникай, რომ გაიჟღინთო чтобы пропитаться ღმერთის თანდასრებით, როგორც იძახიან ხოლმე. присутствием Бога, რომ გაიჟღინთო чтобы пропитаться ღმერთის სიტყვით. Словом Божьим, რომ კითხვა დაუსხვა უფალო ეს როგორ ვერ გავიგე. чтобы спросить: Господи, я вот это не поняла, что это значит? ეს ვერ გავიგე Я не ღმერთო. понял, Господи. და კიდევ წაიკითხო. И еще ერთი почитаешь. და იგივე შეიძლება ერთი თვე იკითხო. Может быть, целый месяц будешь читать одно и то же. იმიტომ რომ არ იყო მზად რომ ღმერთმა გითხრას გაგიმარტოს ეს. Потому что, может быть, ты не готов к тому, чтобы Бог тебе это объяснил. მაგრამ აუცილებლად раскрыл. გაგიმარტავს. Но Господь обязательно Да, роца объяснит. изгагимартов И когда Он объяснит тебе свое სიხარული слово, მოვა შენს გულში. радость придет в твое დიდად сердце. გაიხარე. И ты будешь очень იმიტომ რომ радоваться, მიხვდები რომ შენ Потому что поймешь, ისმეს უფალი что Господь слышит тебя, და უნდა слушает и რომ თავის сиყვარული желает, გაგავსოს. чтобы ты был Могеперос. наполнил Его любовью, чтобы Могеперос. Он приласкал რომ тебя. იარო შენ და чтобы მე მასთან ერთად Мы с Ним ходили, мы вместе с Ним ходили. მე მჭირდება ის. И я нуждаюсь в მე Нем. მჭირდება მისი სიყვარული. Я нуждаюсь в Его მე любви. მჭირდება რომ გავიჟღინთო მისი И სიყვარული. я нуждаюсь пропитаться Его Შენ? любовью. А ты? შენ გჭირდება მისი სიყვარული. А ты нуждаешься в Როგორ Его ფიქრო? любви. Как ты думаешь? არ გინდა გაიჟღინთო. Ты не хочешь быть როგორ пропитанным? შეიძლება ღმერთის სიტყვის გარეშე გაიჟღინთო? Как возможно быть пропитанным без Слова როგორ Божьего? შეიძლება არ კითხულობდი ამას და გაიჟღინთო? Как возможно, не читая Слово Божие, пропитаться любовью როგორ Бога? შეიძლება რომ არ ფიქრობდე მაგას და გაიჟღინთო? Как возможно, если ты не будешь думать о Слове Божьем, как ты пропитаешься? Невозможно. გიხსნა მან
Он тебя спас, გაგათავისუფლა მან. освободил საუკუნო სიცოცხლე მოგცა и მან. дал вечную жизнь. შეგიყვარა. Возлюбил тебя მოგიმზადა ადგილი ზეცაში. и приготовил место მაგრამ на შენ თუ небесах. наყოფები არ გექნება, Но если у тебя не будет მე თუ плодов, наყოფები არ если у მექნება, меня не будет ვერ плодов, მოხვდები ღვთის სასუფეველში, იცით თუ არა? вы знаете, что вы не попадете в Царствие, мы не попадем в Царствие Божие. ერთი რამ დაგვიბარა. И Он оставил нам одно. ერთადერთი რამ გვაქვს შესასრულებელი. Надо исполнять, გიყვარდეთ ერთმანეთს. любите друг друга, დალოცეთ ერთმანეთს. благословляйте друг აგურთეთ друга, ერთმანეთი. გიყვარდეთ თქვენი მტრები. любите врагов, დალოცეთ თქვენი მაწყევრები. благословляйте თქვენ проклинающих მოქმედება вас, გაუკეთებთ თქვენს მოძულეებს. благотворите тем, которые და ненавидят ილოცეთ вас, მათთვის, ვინ თქვენ გავიწროებთ და გდევნით. и молитесь за тех, которые Рата. гонят вас, რათა იყო Чтобы თქვენი ზეციერი მამის ძენი. быть сынами Отца вашего Небесного. გიყვარდეთ ერთმანეთი. Любите друг друга. ჩაიდე შენს გულში. Положи это в свое сердце. შენ უყვარ ხარ ღმერთს. Бог тебя любит. შენ პირადად. Лично тебя. ყველა კი არა. Не всех, შენ პირადად. но лично тебя любит შენი Бог. გულისთვის მოკდა გოლგოთის И ради ჯვარზე. тебя Он умер на кресте რომ ისი Голгофы, სიყვარული чтобы Его любовь შენი სიყვარული გახდეს стала твоей любовью. და თქვენი сиყვარული И ваша любовь, სხვას გაუზიაროთ. чтобы вы с вашей любовью делились შენ с თუ არ другими. გიყვარს, Если сам не любишь, სხვას ვერ გაუზიარებ. как ты будешь этим делиться, чего у тебя нету? შენ თუ არა ხარ თაფში, Если ты не в შენ თუ меде, არა ხარ ტკბილი, если сам не сладкий, სხვას ვერ დაატკბო. другого не сделаешь სხვას сладким ვერ გაუნაწილებ. и не сможешь შენ თუ არა поделиться. გაგძალა, Если у тебя нету силы, საიდან უნდა გქონდეს ძალა? откуда у тебя должна быть сила? საიდან? Откуда? თუ სიყვარული არა გაგძალა, საიდან იქნება? Если нету любви, откуда сила? ღმერთს აქვს ძალა. У Бога есть сила. ღმერთი ყოვლის შემძლია Бог всемогущий, და მას სურს შენთან ერთად იაროს. и Он хочет ходить вместе с тобой თავისი ძალა გამოავლინოს შენით. и через тебя проявлять свою მეტი რა любовь. გააკეთოს, კაცო? Что еще Он должен რო сделать? სიხარული გქონდეს, Чтобы ты имел როცა მისი ძალა радость. გამოვლინდება, Когда Его сила будет როცა მისი დიდება проявляться, გამოვლინდება, Его слава будет როცა მისი проявляться, მადლი Его გამოვლინდება, благодать будет проявляться, Гихародес. чтобы ты იმიტომ რომ радовался. ვიღაც ამოწყობთ მიხვედი. Ты пришел к больному თქვი უფალმა გამოგზავნა, и сказал, Господь რომ послал, განიკურნო. чтобы ты был исцелен. განიკურნება. Исцелиться. სულ ერთ სიტყვა უნდა უთხრა. Надо сказать одно განიკურნე და слово. განიკურნება. Исцелись и არ უნდა მრავალ исцелиться. სიტყვაობა. Не надо много არაფერი არ слов. უნდა. შენ ხო არ მიხვედი, შენ ხომ არ ახარ მკურნალი. Ты же не исцеляешь. ღმერთია მკურნალი. Бог შენ исцеляет. უნდა მიხვიდე მარტო. Ты должен прийти. და უთხრა კურნავ И შენ იესო сказать, ქრისტე. исцеляет тебя Иисус Христос. მე მინახია ბევრი სასაული, Я видел много чудес, მაგრამ თქვენც ნახავთ. но и вы როცა увидите, გიყვარს, когда любишь, სასაულები გარდაუვალია. чудеса обязательно იმიტომ будут. რომ ჩვენი უფალი სასაულ მოქმედი Потому ღმერთია. что наш Господь, Он творит чудеса, ყოვლის შემძლე ღმერთია. всемогущий Бог Он. რას ეძებ რა ჭამო რით შეიმოსო? Чего ищешь, что поесть и во что შენ одеться? ეძებე ღვთის Ты სასუფეველი ищешь Царствие Божие და მისი დიდება и славу და Его, ყველაფერი ეს შეგემატება. и все это приложится. სად არის ღვთის სასუფეველი? И где есть Царствие Божие? თვით ჩვენშია ღვთის В სასუფეველი. нас Царствие იუბრუნდი გვერდზე და Божие. უთხარი. შენ გვერდზე Повернись მჯდომ. рядом и თვით скажи, შენშია ღვთის тебе სასუფეველი. есть Царствие უთხარი, Божие. უთხარი. შენშია ღვთის სასუფეველი. Тебе есть Царствие Божие. ადგილი მოუძებნე ღმერთის სიყვარულს. Найди место любви Божией. გაიზრინე ღმერთის სიყვარული, Пропитайся любовью Бога, რომ სხვებსაც გადასწო. чтобы и с другими поделиться. ეს ვირუსი, Поделиться и передать этот вирус, სიყვარულის ვირუსი. вирус любви. როგორც იმან გადმომდეს ეს ვირუსი, Как те передали мне Тумца მე ამაზე этот вирус. ვფიქრობდი. Хотя я об этом думал. და ღმერთმა არ მომასვენა, უნდა წავსულიყავი აუცილებლად. არ ვიცოდი რა მელოდებოდა И იქ. Бог не дал мне успокоиться, пока я не пошел туда. უთხარი შენ მეზობეს. Скажи соседу, გაიზრინე ღმერთის სიყვარული. пропитайся любовью Бога. უთხარი შენ მეზობეს. Скажи своему соседу, გაიზრინე ღმერთის სიყვარული. пропитайся любовью Бога.
უთხარი შენ თავს Скажи себе, შემოძირფასო დებოდა ძმებო дорогие братья и сестры, უთხარი შენ თავს скажите себе, ჩემო თაო გაიჟღინთე ღმერთის სიყვარული пропитайся, душа моя, пропитайся любовью Бога. უთხარი ღმერთს Скажи, ღმერთო Господу, გამჟღინთე შენი Боже, სიყვარული пропитай меня Твоей ჩემი любовью. ენა Мой გაჟღინთე შენი язык სიყვარული пропитай Твоей любовью. ჩემი თვალები გაჟღინთე შენი Мои სიყვარული глаза пропитай რომ любовью შენი თვალებით უყურებდე Твоей, чтобы я смотрел Твоими глазами, შენი ენით ვლაპარაკობდე говорил Твоим языком. წაიღე ჩემი ხასიათები ღმერთო Возьми мой არა კაი характер. ხასიათები მე У меня нехороший მე характер. ვჭორაო და განვიკითხავ ხავს Сплетничаю, осуждаю. არა კაი ხასიათები Нехороший характер. წაიღე ღმერთო ჩემი Забери ხასიათები это, შენი Господи, ხასიათები მომეცი и მე дай ღმერთო мне свой характер. შენი ხასიათები Твой მომეცი характер, რომ შენი Господи, ხასიათით ვიარო чтобы ходить Твоим характером, რომ შენზე ვიყო დამყნობილი чтобы я был привит на რომ Тебе, ნაყოფი მომქონდეს и чтобы я приносил плоды, ჩემი სული ცხარობდეს и чтобы мой дух радовался, შენი გული ცხარობდეს и ღმერთო душа радовалась. და მრავალი ადამიანი მომყავდეს შენთან Я приводил многих людей к Тебе, ვახარებდე чтобы я их радовал, მოახლოვდა ღვთის სასუფეველი чтобы я благовествовал им, Молодец, приблизилось Царствие Божие. Давайте помолимся. მოდი დავღუნო თავები Давайте склоним მოდი голову. მე მიყურებთ Не смотрите на меня. თქვენ გულს ჩაიხედეთ Посмотрите в свое сердце უთხარი უფალო აქა ვარ მე и скажи, Господи, я здесь. მე მინდა რომ შენზე ვიყო დამყნობილი Я хочу быть на Тебе. მე მინდა რომ სიყვარულის სამეფო ჩემს გულში А я იყოს хочу, чтобы Царствие любви было во мне, в моем მე მინდა რომ сердце. სიყვარულის ენა მქონდეს Я хочу иметь язык любви. მე მინდა რომ სიყვარულის გული მქონდეს А я хочу, чтобы у меня мое сердце было сердцем любви. მე მინდა რომ სიყვარულის თვალები მქონდეს Я хочу иметь глаза любви. ყური მქონდეს ღმერთო И სიყვარულისთვის чтобы уши у меня были для любви. ხო გამჟღინთე შენი სიყვარული Прошу, Боже, пропитай меня Твоей любовью. რომ შენი სიტყვა ვახარო სხვებსაც Чтобы я Твое Слово благовествовал другим. რომ უთხრა მოახლოვდა ღმერთის სამეფო Приблизилось Царствие Божие. მოახლოვდა ღმერთის სიყვარული შენთან И приблизилась к тебе любовь Божья. მოინანიე Покайся. მოახლოვდა ღმერთის სამეფო შენთან Приблизилось Царствие Божие. ღმერთს უყვარ ხარ Бог любит тебя. მე მინდა ნაყოფიერი ქრისტიანი ვიყვე Хочу быть плодоносным христианином. მე უბრალოდ ეკლესიაში მოსიარული არ მინდა ვიყვე Я не хочу просто ходить в церковь. მამა უმალობას გიხდით Отче, благодарим, რომ ჩვენ შორის ხარ что Ты среди нас. შენი სიტყვით თვითოულ ჩვენთაგანს გვეხები И Словом Твоим Ты касаешься каждого из нас. ქრისტე თვითოულ ჩვენთაგანს ეხება ღმერთო И Христос касается каждого из რომ нас, გვიხსნა ჩვენ чтобы спасти ჩვენი მესგან нас от своего «я», ჩვენი ამპარტავნობისგან от нашей гордости превозношения, ბოროტი გულისგან от злого сердца, ბნელი гулისგან от темного сердца, რომ გაგვანთავისუფლოს чтобы освободить და თავისი ნათელით აგვავსოს и чтобы наполнил своим светом, რომ თავის სიყვარულით აგვავსოს чтобы наполнить своей любовью. ნათელი ჩვენს გულებში იესო ქრისტეს სახელით Свет Божий в наших сердцах именем Иисуса. Аллилуйя. სიყვარული ჩვენს გულებში იესო ქრისტეს სახელით И любовь Божия в наших сердцах именем სიყვარული Иисуса. ჩვენს ბაგეში იესო ქრისტეს სახელით И любовь Божия в наших устах. შენი именем სუფევა Иисуса. მოვიდე ჩვენზე Пусть ღმერთო придет, Господи, Твое Царствие დიდება შენ присутствие. უკუნისამდე ცოცხალო Слава Тебе, вечно живущему.
მამაო, ძეო და სულო წმინდაო Отцу, Сыну и Духу Святому. და ეკლესია იტყვის ამინ.